მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. რა კარგია რომ ვარსებობთ, რა კარგია რომ შეგვიძლია ესე იგი საუბარი. ჩვენ გადაცემებს აქვს გამოხმაურება მოკაკუნე ტიპი რევოლუციონერი გვატრია ამბობს რომ ილია გლონტი ნომერ პირველი მაგაცია არც უკვე ხო გრიგოლ გეგელია და ილია გლონტი და ილია გლონტმა თქვა რომ მეშინიაო კაკუნისო კარზე რაც გამჩემდაო იქიდანო პოლიცია რო შემოვიდაო და ესო როგორ პროპაგანდისტულმა მედიებმა ესე როგორ აიგორესო რა მეგობრებო მოდი წავიკითხოთ რა იმედი რა თქმა უნდა აჩვენეთ რომ ეს მისია კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებ ჩემს კომენტარს ფორმულას ინტერვიუდან სადაც საუბრობ პოლიციის შეკის შემდეგ განსილ ემოციურ მდგომარეობაში ხო აბა თურმე აღმოჩნდა პირველი შეკის შემდეგ მეშინოდა კარზე კაკუნის კი ეგრეა ასეთ უჩვეულაში ძახელის ნიშანი რაც სახში სრულად მოვიდა რუსულ რეპრესიულ და ასე შემდეგ. მეგობრებო, მინდა კიდე ერთხელ ილიას გავნომართო. ილია, შენ თუ არ იცი მეგეტყვი. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხელისუფლების მომხრეები. და დაგიკაკუნებენ ძალიან არა, ეხოწე ვიტყვი და მე თვითონ მიმართ. ჩვენ ვართ ხელისუფლების მომხრეები. ქართული ოცნების პროპაგანდისტები. რა ვიცით, როგორც გინდა ისე დაარქვი და ჩვენ არ გვინდა. რატო ვართ ქართული ოცნების მომხრეები? ზეთუნახავების პარტია კი არა და ყველაფერში მართალი კი არა. აი თქვენნაირი გნიდებისგან რომ დავიცვათ ქვეყანა და ომი რო არ იყოს აქ და უბედურება. ეხა უყურე. შენ გნიდავ გინდა რომ ჩამოაგდო ქართული ოცნება და მოიყვანო 1000 ხარაფი. ისე რომ ხან კარზე არ დაგიკაკო. ხო და უყურე. ამიტომ მე ვგზნობ საფრთხეს შენგან კი არა. აი შენ რო ადმინისტრირებ რაღაცა ჯგუფებს, რაღაცებს ვაორგანიზებ, იმას ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით, ღია დაუფარავად ვართ ბრძოლის წინახმად. აი ბაჩოს აზრი მოვისმინოთ. და შესაბამისად დავასრულებ. ხო. და შესაბამისად დააქცინი, იმიტომ რომ შენ გინდა რევოლუცია, შენ გინდა ჩვენი დაჭერა, არ გინდა რევოლუცია. და ჩვენ არ გინდა და შენ რანაირი რევოლუცია უნდა მოახდინო ბიჭო, როცა აი ამის გეშინე, აი ამის. და დააქცინეთ. შეიძლება ამის არ ეშინია, რომ შენ ხა შუშაზე ქენი. შეიძლება ამას ხეზე ან კინაზე კონკრეტულია, კონკრეტულ ფონეტიკაშია შეიძლება გადაწყვეტილი ფობია რა. აი ბაჩოს ეხა მაგარი პოინტი ყოდა. რო გამოცვალოს კარი და რკინის კარი დააყენოს, შეიძლება ამას ხეზე კაკუნის შიში აქვს. ან კაუჩუკი დაამატოს ზევიდან კარს და ეს საერთოდ და ვაფშე იძინე არა მეფესავით გადაძეკი და ვაფშე პრობლემა ხაჯიდან რომ შემოუკაკუნოთ ფანჯარაზე ხო ვერ დაუმაგრებს კაუჩუკს რომელ სართულზე ცხოვრობს ეგეც საინტერესოა ეგრე არ არის შალვა შენ ისე გიყვარს ხალხის კაპუსტიაკება რა ყველა დახვეულ ანუსზე ჩვენ მოგეზებნება ხრახნიანი სხვათა შორის ილია გლონტამდე გაუშვათ აგერ ყავს ნენსი მოლანდი ბაჩოს უახლოესი მეგობარი არა ნენსი მოლანდი ნენს დაკალი არის ამის ბაჩოს უახლოესი მეგობარი როდის მე ხარ ნენსი მოლანდის სტუდენტობიდან გაუშვით თუ შეიძლება რასაც ვფიქრობ კოცებზე რომ ეს შეიძლება არ გააკეთონ ეგ აღარ უნდა ვიფიქრო პირიქით უნდა გადავამრავლო 3-ზე და დავიჯერო რომ მაგას გააკეთებენ და რომ ყველაფერი ის რაზეც ისინი ასე დედასიწებენ და სხვათა შორის გააჩერეთ და სხვათა შორის ძალიან პორნო ფიქრია ო რასაც ფიქრობ რომ არ გააკეთებ 3-ზე ჩემი დედა საღო შენ საღო არა იმენა ტრიპლეტია რა რისამი არის ტრიპლეტი მოიგო მანჩესტერ იუნაიტედია 1900 ფორსამია რისამიც არ არის კი 99-ის მანჩესტერ იუნაიტედი ესე ღიად ხალი საქართველოში თავისუფლებზე ესე ლაპარაკობდეს ეს ესეთი დაუკვირვებელი რევოლუციას მოახდეს აი ვინ არის საშიში ან სასწრაფოდ 3-ზე უნდა გადაუმრავლოთ ან მოგვიხდეს რევოლუციას მეგობრებო რა გავჩერდი რა ვთქვი კაცო აი გავუშვით კიდე ერთხელ ნახე როგორ ამბობს გავუშვით არა რა ვთქვი ისეთი გავუშვით რასაც ვფიქრობ კოცებზე რომ ეს შეიძლება არ გააკეთონ ეგ აღარ უნდა ვიფიქრო პირიქით უნდა გადავამრავლო 3-ზე და დავიჯერო რომ მაგას გააკეთებენ ორჩა ეს არის ფორმულა ჩვეულებრივი ვიდეოა ჰა კი ორამის ვიდეოა როგორ ჩვეულებრივი ამოგზენ ალილუია მეგობრებო ამოგზენ თელი ამოწა აგერ ყოფილა ილია გლონტის გვერდითუზის კაკუნი და სამწუხაროდ კაი გერმანული კინოფილმია აი არა შავა ნახე რა ხდება ამათ უნდა ელაპარაკო მარტო ეგრე
აბა შენ ეხა სერიოზული არგუმენტი მოუმზად რო იცი რა არის საქართველოს მსოფლიო ბანკის ინდიკატორებით არის მე-4 ადგილზე და რა თქვა ისი ნოლანდმა პირველი ეს თავის პროდუქტები და მეორე 3-ზე გამრავლება იცის მინიმუმ რატო ურს გაამრავლა ერთს გაამრავლა კი ბატონო შენ ასე ჩუმად რო ხარ და წესიერი კაცი თავი ან მე მაინტერესებს 3-ზე გაყოფილი რა რეალობა ჯდება 3-ზე გაყოფილი რა ამრავლო ხომ არა ეს ხო ამრავლებს 3-ზე ანუ რასაც მოქმედებენ ის არის რომ 3-ზე გამრავლება რაც შეიძლება წარმოიდგინო ან უყურე მაგალითად არის გაბრაზებული და შემოდის ხოცი სანტექნიკოსი და წარმოიდგინა ეს და უცებ გადაამრავლა 3-ზე და ბრიგადა შემოდის სანტექნიკოსი და უცბად ხდება ნენსი მედდა ნენსი ან დიასახლის ხო ან დიასახლისი რაღაცა მაგრამ ილიღლონზე იცი რა მაინტერესებს ბაჭო აი ილია-ღლონტი რომ 3-ზე გაამრავლო რას მიიღებ კაკუნა აუ არ მინდა გუბაზ აუ გუბას ვერ მე 2-ზე გამრავლებულზე მიიღებ ვაფშე ეფემიზმია რაღაცა არა ამან არა ეს პრიმიტიულად ეგრევე იმაზე მოდი ილია-ღლონტი გავუშვით ილია-ღლონტი კიდე გვაქვს კიდე გავუშვით ის რეჟიმი არ არის უბრალოდ ეს არის უბრალოდ რაღაცა ტერმინოლოგია ან რაღაც პოლიტიკური დავა ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ხმის ამოღების უფლება და მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ეს ესე გაგრძელდება და თუ ამაზე მთელი საზოგადოება არ ამოიღებს ხმას აუცილებლად უკვე მათ პრობლემებზე ვინც დღეს ხმას არ ამოიღებს ხმის ამოღები აღარ დარჩება აი არა ამაში ხო ეთა პოეტური იყო ეს ხო მე პოეტური ციტატის მაგიში გარეშეწყოთ თქვენ გემიჯნებით რა და ილიას ხარეს ვარ ამ შემთხვევაში ეს რისი პერიფრაზია იცი მე არ ამოვიღე ხმა როდესაც მოვიდნენ რომ მე არ ვიყავი მე აღარავინ აღარ ხო მე ეგ პოეტური ნაკვესი 3-ზე გაყო და ისე მოყვა იმან გაამართლა ნანუკა ჯორჯოლიანი გავუშვით ბიჭო დაკავების მოლოდინიც გაქვს თუ არა რა კი ყველაფრისთვის ხარ მზად ხარ თუ არა მზად ამისთვისაც იცით რა არის მოდი სიმართლე ესე ვთქვა რა რას ნიშნავს ამისთვის მზადყოფ რა არის წინასწარ ხო ველოდები თუ არა ველოდები კი პირველ დღიდან მე ვთქვი ეს და რაღაცნაირად ძალიან ისე აღიქვას რომ კარგი რა და სხვა შორის ძალიან ისე მიყურებდნენ როდესაც ვამბობდი რომ ჩხეკაზე შემოვლენ იმიტომ შემოვლენ ანუ რატო გგონია რომ ქართული ოცნება რამეს არ იკადრებს ან აი მე არა ეხლა სიგიჟეა ერთი წამი გეხვეწებით გააჩერეთ ბიჭო ნანუკა ჯორჯოლიანი ყავს ჩვენ გადაცემაში ისე რომ ყოველთვის დავცინით არასოდეს ჩვენ სერიოზულად არ მიგვიღია ისეთი რაღაცა კადრება ხალხის არაფრით არ შეიძლება ნანუკა ჯორჯოლიანი ამბობს რომ ქართული ოცნება რამეს არ იკადრებსო ქალი რომელმაც ყველაფერი იკადრა. ყველაფერი იკადრა და იმ დღეს სხვათა შორის ბაჩო ის პოდკასტი რო არის რა ქვია შალვა ჩვენ პოსტების სანამ გავაკეთებდით ესე იგი ტელევიზიად მანამდე როცა იყო ინტერნეტ გადაცემა მაშინ იყო თბილისი ტესტ დრაივი ესე იგი მანქანების გადაცემა კი ეხა ყავდა პოდკასტში მიწვეული კოდუას შვილი კი ბატონო ტიპი ჩვეულებრივად ზის და ბლატაობს მანქანებით როგორ დადიოდა ოღონდ ვაფშე სენსი არ აქვს იმის ის კოდუაშვილი დასიგნალებებზე რო დასწევდნენ ხალხს ხო იცი და როცენ ვიცი კაცო ვიცი დასიგნალებაზე მოყვებოდნენ და გცემდნენ და გაქრას გართო და ეს ზის პოდკასტში და ვითომ არაფერი იტალიაში როგორ იდრიფტავა და რაღაცეებს ყვება და აქეთ ნანუკა ჯორჯოლიანი რომლებმაც ყველა გადმოსვეს მანქანიდან ანუ ესეთი ბიჭო მე ვერ მოსიარულები გახადეს ფეხი ანუ ტიპი ზის და ქართული ოცნება რას რატო გონიაო შენ ტუტუცო შენ მართლა როგორ შეიძლება გისმენ და გეხუმრებით რაღაცას ის ხო არ არის მართლა ეგრე ხო არის და მიუხედავად იმისა რომ აცვია კომდე გარსონის მაისური ჯუნია ვატანაბე კომდე გარსონი არცია ჯუნია ვატანაბე კი ბატონო რაცაც ხო მე ვადაშორი რომ ну раз კი აღარ გვიდა მაგაზე კაი ნანკა კავკა ეს უზრდელი ხალი ეს მართლა ეს ტუტუცი ეს რაღაცა მიუღია ეს გუში რო ლაპარაკობდი ეს ოზემპიკი ყოფილა რო სვავდა გაშტერებს და გახტუნებს და გაშტერებს ერთად არ შეიძლება წავლის პირდაპირ ეთერში თქმა მაგრამ ნანუკა ხო შეიძლება ხო და ნანკა გაუშვათ ის რა ქვია
აბსოლუტურად ყველას დამცინოდნენ ხოლმე ჩვენ ერთ-ერთ ქვეშ ვართ რო ვიძახი და ჩვენ ყველას მართლა ესეა. ამ დღეს ხო გამოჩნდა რომ ნებისმიერი იქნება ეს რუსთავის მაცხოვრებელი ჩვეულებრივი ადამიანი, გლეხი, ნანკა, მსახიობი, მეპურე ეგეთი მნიშვნელობა არ აქვს. კანონის წინაშე არის ყველა ერთი და იქ არ არის გაწერილი რომ ოპოზიციურად განწყობილს შეეხება და აი ხა უკვე ნათელი მაგალითები ამის ძალიან სრულიად უსამართლო კანონების წინაშე საშინელი მახჭობელა კანონებისა და აი ეს ბარემ ყველანაირი სამართლის მიღმა არის გასი, მაგრამ რაღაც იმედი ხო რომ მათ არ შეეხებოდა. ხო რა ვიცი, აი ესეთი უბედურება ხა ნაცვლად ხედავენ, აბსოლუტურად ყველას ეხებიან. რატო ეხლა რა გინდა ლაკოს დაპომაცხვია? აი ეხლა ანუ ნანუკა არის იმდენად სახალხო აქტორი, რომ ის ხრეკა, ანუ ყოვლად დასაბუთებული ხრეკა, რატომაც ხრეკება და ყოველგვარი ექსცესის და ყოველგვარი გადაცნობის გარეშე გამჭვირვალე ხრეკა. ყოფილა რომ აი არავინ აღარ არის დაცული და მეპურე და ნანკა რატო უნდა გაიჭხრიკოს, ანუ არავინ მეპურე სადაც ეგრე მივლენ, რა იგიდით უნდა გაიჭხრიკოს, თუ ის მეპურე თუ მეპურეს აღბოაჩდება ზედმეტად დაუდეკლარირებელი უცხოური ფული აი უცებ გავიგეთ შოტში ჩააკრო და გამოვიდა როლექსი გაიგეთ კი მაშინ შეიძლება ჩატარდეს ჭხრეკა მაგრამ ბოდიში ხან ანუკას რო ვიცით რომ დადასტურებულად დღეში 200,000 ქონდა თავისი აღიარება ანუკას თუ მიაკითხეს რა დაცული ხარ რომ მეპურეს არ მიაკითხავ ხო იმიტომ რომ ეგეთ სახალხო ანუკა და ნანუკა რომ მეპურად გადაკეთდეს ეგეც შეიძლება. შორის ეგეც არის. თავგზის ნანუკა თავგზის მიზნი, თავგზის არების ხალხო, რომელიც ჩვენ კიდე შეგახსენებთ, ნანუკა რომელიც $200,000 ლობიანებს ყიდულობდა, ან ნახე მილიარდი დოლარის. რაჭის ლობიანების 10 მარაგი ამოჭურა. მექსიკიდან ჩამოიტანა ლობიო, გააკეთა ყველა ლობიანი დაარიგა. ამასთან ერთად დაარიგა პიროტექნიკა, დაარიგა ეს ინვენტარები. გემი ჩამოიტანა ლობიანი. ო დიდი დუხოკა იყო გემში და თან ხებოდა. ყველაზე მეგობრებო, კახა გოგიძე, რომელიც არის მაგარი კაცი, კაი მსახიობი, ალპაჩინო, ანტირუსი, წავიდა. ეხა უნდათ ამათ ესეთი ძლიერი კონკურენტები, როგორიც არის ერთი დედამ დაწყევლა ქალი, მოდი ესე ვიტყვი, ერთი ქალი, ერთი გოგო, ნანუკა, რომელიც აი ნანუკას ადარი ხალხი იძახის. აი ამიტომ ზუსტად ამიტომ მოაშორონ ლიდერები, მოაშორონ ისეთი ადამიანები, ვისაც ხალხს მისი იმედი აქვს. არა დეგენერატია ბიჭო. არა ეს უფრო კარგად ხიპურად იცვავდა, ბევრია ჩონჩხლილი. სხვათა შორის მე ცოტა შორიდან მოული, მე მგონია რომ საქართველოშიც იგრძნობა გარკვეული ტიპის ამერიკული ტენდენციები 80-იანი წლებიდან ანტიფსიქიატრია გახდა სერიოზული საკითხი ამერიკაში. იცი ეგ შალვა? კი. და ანტიფსიქიატრიის ტალღამ ჩამოაღწია აკაც. კი ბატონო. ესე იგი შენ როცა გაგდასალევი წამალი არსვავ და პირიქით ამბობ რომ იჟებსაც გვაქვს უფლებები კი და ტაბლიაშვილი კიზის აგერ კიდე ერთი კი მიკა გვარამია გაუშვა გვარამია თვითონ თქვა რომ გამოვტოვე კურსიო გვარამია თვითონ ხო თქვა რომ მაშინო წამლების ზემოქმედება არა სალომესო იმიტომ ვაგინებდიო რომ რაღაცა ჩაღლაპული მქონდაო რაღაცები რა გავუშვათ გამოსავალი არის ერთადერთი ვიმოქმედოთ ისე როგორც მოქმედებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდე როგორც მოქმედებდა დღეს ამ ვითარების განმავლობაში ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი ჩვენ თუ გვინდა რომ სამშობლო გადავარჩინოთ ყველაფერზე წამსვლელს უნდა ვყავთ ყველაფერზე წასვლით პირდაპირ გეუბნებით ყველაფერზე წასული არ არის ეს მეტი რა დარჩა მეტი სადღა უნდა წავიდე შენ უიცია მეტერსი ესეთი რომ ლაპარაკენ გასგულის ყველაფერი აი რაც შეიძლება ადამიანს ვაფშე რასაც მოიფიქრეთ კაცისთვის ყველაფერი სადომ სახელ მაზოხის და მარკის დესადის ყველა ფანტაზია ასრულებულია ვაფშე თავით ჩემია და ტანით ჩემიო ეს არის და ნახე
დედა მომიკვდეს ეგ იძახდა თავი ჩემია ტანი ჩემიო გამოაქვეყნეთ რაც კიდაო და ტიპი მართლა ყველაფერზეა ხო და ის რა კომპოტს რო სვავდა და სისხლიაო უხლებს დაგიხვიტავთო ეგ არის კოჭებსო არანჟევით რუსიკი ტანგა ხო ეცხოვს ყველაფერზეა გული ხო დაუვიდა გული წაიქცია თავი წაიქცია აი ზმობას გაფიცებ ეგ მითხარით დაუვიდა არა ბიჭო მართლა შეიძლება რომ ადამიანი დაისტრესო და ის მაგრამ კაცმა ხო თავი მე ასე ვარ გაზრდილი აი კაცი მე ვიცი რომ არ უნდა წაიქცეს მაგან წაიფორთხილა ესე იგი პოლიცია რომ გიჭერს რატო უნდა გადაწყვიტო რომ მე თუ ეხა გულს ავიყვან სადღაც მაგარი თეორია იქნება ეგ ხო კარგად გამოჩნდა რომ მიაბწიალებ ხო ის ტანგარო ეცა არანჟევე ბორე რაფერი ის არანჟევი ორანჟი ხო ნარინჯისფერი ელექტრიკი ხო ელექტრიკი ოღონდ ხო და ყველაფერზეა ტიპი არანჟევი ტანგი დადის შეხვდები რომ ყველაფერზეა წასული გაფრესეთო ბაჩო არ არის ბაჩოს დაგრუზული კარჯი არ გვეთანხმება ბაჩო პირველი გამთრეშავით თან მაგრამ ჩვენს გავთრეს არა მაშინ ბაჩო შემოგთავაზე აი ამ გარეწარს ადამიანს რომელიც რეალურად მართლა ყველაფერზეა წასული ამ ზღვას გადასული ირონიის გარეშე სხვა რითი უნდა უპასუხო ამ ზნედაცემულ ზნედაცემულ ყოლად გათახსირებ ჩემი ჯერა აი როგორ უნდა უპასუხო ეს გათახსირებული პირობები იმიტომ რომ შეიძლება ბაჩოს ისეთი მიმიკა ქონდა რომ მე მეთქი ჩვენ ხო არ ვწდებით ხო შეიძლება ძალიან კარგი პიროვნება აი თქვათ მოусმინოთ ბაჩოს ბაჩო გითხარი რამე ნიკა გვარამიაზე ეხლა და მის ნარინჯის მერტანგაზე ერთი წამი შენი აზრით ეცვა ეს ანუ გადავიტანო თქვენი ის სხვა რელსებზე არა შენი აზრით ტანგა არა სადღაც ეცვა ჩემი აზრით რა რაც საქართველო იმას ტანგა არ უნდა ხავს ნახა ნარინჯისფერი მაგრამ ტანგა იყო თუ არა არ უნდა ხავს ყველაფერზე წამსვლელი უნდა გავხდეო და რაზე არ არის წასული რა დარჩა არა პროსტა მაინტერესებს გვარამიას რა დარჩა შეიძლება ბაბჯი ორსულობას ითამაშებს ხო აი გარე ორსულობა ტიპი ყველაფერზე წავიდა აი რაც შეიძლება მართლა ფანტაზია სავსეს ზალმან კინგიო მეგობარს რო გოგო იცი რა ძალიან მაწყენინეს არის ხო ეგრე კი სულ გარე ორსულობა თამაში ყველაფერს ითამაშეს და ეს გეუბნება რომ ეგო რა არის აი ნანუკა ჯორჯანიანი და ნიკა გვარა წაიყვანე აკადემიური დისკურსისკენ როგორ გინდა აკადემიური ბიჭო როგორ პანოპტიკუმისკენ გამეტიშა გონებას მაო ბიჭო კაი მოდი რა თქვენ აგიწყოთ კაროჩე ნიკა გვარა დადო კვერცხი და შეხედა და მოეწონა რა არა და მოიცე ამდენი ხანი მოდი ამას გავზრდიო ერთი წამი ამდენი ხანი ჩვენ ხაბე გამოვიდა და ტიპი გვისმენს შავი ეგრე შეიქმნა ხაბე როგორც ნაცპოლიტიკოს ხანი და ჩვენზე უარესი თქვა რომ კვერცხი იაშერიც არის ბიჭო მე ვემიჯნები ხალხო მე სხვათა შორის ვემიჯნები იმ განცხადებას რომ ნიკა გვარამიამ დადო კვერცხი ანუ ხაბე შენ ამბობ რომ ნიკა გვარამის დადებულ კვერცხი არა ეგ არ ვიცი რაზე მელაპარაკე მაგრამ კვერცხის დადო კვერცხს არ დებს და ეგ არის ჰომოფობიური დისკურსის მატარებელი შორის შენ არიცი კვერცხს დებს თუ არა რასაკეთებს როცა მარტოა ეგ შენ არიცი ყველაფერზე ვარ წასვლიო და ეს გადარჩა შეიძლება კვერცხს დე შეიძლება დე რატო დებს ხათამია არა აი მამალია აი შენ ძალიან ციგნებში მიდიხარ შემდეგ გადაცემაში ჩვენ ამას შორის მე მახსოვს ის რა ქვია რა გახსოვს ბავშვობაში ბიჭო ცოტა ინტელექტუალურ საუბარზე გადავშაგერ არის ჩემი ფავორიტი მოაზროვნე ტაიონა ბაღდავაძე და გავუშვა მე მახსოვს რომ ბავშვობაში მიწევდა რაღაცა დავაშავე ეთქობა ციხეში ვიჯექი რა ბავშვობაში საბავშვო ციხეში იჯექი არა მიწევდა რა ციხეს და შეხება ხო და მახსოვს ეგეთი ის იყო კაი გაც ვალოდია ხო ბევრი დატო ქონდა და ისინი და ხო
ისეთი სოციოკულტურის წარმოება ჭიქა უნდა გამოგეცემია. ხო და მე ეს ვალოდია მომწონდა, იმიტომ რომ ბევრი ტატუ ქონდა და რაღაცები და მეთქი ხელი მომაკიდებინე თქო და მე მამაჩემმა პრაგონი გაატარა რომ არ შეიძლება იმაზე ხელის მოკიდებაო და გადამალე. შენი ჰომოფობი იყო ალბათ. უფრო კი არა და მოკლედ მე მახსოვს იქ ისევე იყო მამალი ერთი. ხო ის სხვა არის. ის სხვა არის. ხო ეხლა დავადგინოთ ჩვენ ვინ არის და ვინ არის იმიტომ რომ ბაჩო ესე ეთერში ყვება რომ კვერცხნებს და მე არ მჯერა ჩვენ უნდა ვკითხოთ ციხის კუტკავიკებს დროიჯდა დეგდა თუ არა კვერცხს ეგ ერთი მეორე მაგის კუტკავიკებს რა უთხარი გაუშვათ თეონა ბაგდავაძე ტაიონა სხვა შორის სანამ გაუშვათ ერთამე სტოპ ტაიონას იცი ვინ დავიშეშალა ერთმანეთს ისა ხატვარი და მწერალი მე მგონი აუ და ორხესი და ბოსხი ორხეს და ბოსხი ხო ხო გითხარ აი შეგეშლება ეგეთი რა ნუ გადაიღალა იმ დროს რა საქართველოს ბევრს ფიქრობდა და გადაიღალა ნოვიაფონი და საქსაფონი ნოვიაფონი და საქსაფონი გაუშვით შენ ჩვენ გადავდივართ ახალი მონური მორჩილების რელსებზე, რაც არის დიქტატურის მათ უნდა ამოიცნოს მათ უნდათ რომ გადაგვიყვანონ ამას. იმიტომ რომ იმ დღესაც ეს არის 37 წელი და ვიღაცები გამომივარდნენ და რას ადარებ 37 წლის ვთქვათ მოვლენებს, არა და ზუსტად ერთი და იგივეა. კი ცოტა ხანი სტალინი წამოაყენე რა ბაბუა ჩემის ოცნება აასრულე რა არა შალვა სტალინი წამოაყენე ამათან მივიდეს შალვა ერთი წუთი ასე ხარ ამასთან სტალინი მიდის ამათ აქციაზე რომ მიდის იოსებ ბესარიონის ძე სხვა რამე სტალინი ჩვენ ძალიან უკან დაგწია და ძალიან თამასა ჩამოგვიგდეს ამათმა იმიტომ რომ ოპოზიცია როცა ბიჭო გოგოს ბორხესი და ბოსხი და შექსპირი და შპენგლერი და აბა შპენგლერზე არა ხო შპენგლერი რაღაცა აია სოფია და აია და აია და AI და ყველაფერი რო ერევა ბიჭო ბურხესი და ბუსხი რო გერევა ძმაო არ არის ის რო ორივე იცი და მაგიტო აგერია შანსი არ არის რომ ეგ აგერიოს არც ერთი არ იცი და ორივეზე და ეს ზის და 37 წელს ან 37 წელი როგორც ბურხესი და ბუსხი იცი ისე იცი 37 წელი 37 წელი როგორ უნდა ვინადი ან თქვენ არ ფიქრობთ რომ ეს ისეთი სოციოკულტურული ფიგურა არის როგორც იყო მაგალითად პეტრე ოცხელი 37 წელს არა მას მისადმე აღქმა ეგეთი არ არის სხვა შორის პეტრე ოცხელი და ტაიონა არიან ერთნი რაში შემოქმედებაში არა აიონა იძახის რომ გადაგვიყვანეს დიქტატურის რელსებზე სხვათა შორის ეს რელსები ძალიან მნიშვნელოვანია რა და დადის ეს რელსი დადის საკუთრო ანუ რელსზე თუ გაიწინდა უკან ხან არის არ შეიძლება ჩუკუჩუ ის მართლა ის მაგინა კაცო არაფერი სახუმარო გადასა არანაირი ეფემიზმი არ მithქვამს დადის წინ არა ეს ხო არა ჩუკუჩუკუ ხმას უშუებს მაგრამ ბიჭო მე ილოღლოს რომ შეეშინდება ჩუკუჩუკუზეც მეგობრები ხართ ის ადამიანს რომელსაც ბორხესი და ბოსხი ბოში და ბოსხი და ბოშა ეშლება მოდი აი პატა ბუჭულაძე და всё მეგობრებო აი გვეთქვის სიმართლეს ამდენი ხანი ხო დავდიოდით წვიათში ბოლო პატა ბუჭულაძე ბოხი პატა რუსული ბანი გვეთქვის სიმართლეს გაუშვით თუ შეიძლება ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ ზო ვაფშე ეს გავთიშოთ თუ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რა აი ეხა რო გაუშვებ უკეთეს გაიგე არა საკმარისი არ იყოს თუ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ ეხლა ნახეთ რა მაგარს ამბობს თავიდან გაუშვით დააცადეთ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ უნდა ჩამოვყალიბოთ გუნდი ყველამ უნდა გამოყოს თავისი ადამიანი რომ ეს პროცესო მოძრავი იყოს რომ არ კონდეს თქვა 30-40 კაცის შეკრების პრობლემა უნდა იყოს 7-8 აი ჯგუფში რომელიც განკარგავს ამას და მე დაიწყება სიარული ხალხში მე აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონურად არჩევნები იმიტომ რომ ჩვენ მაგის არც სახელი ტელეფონის საშუალებით როგორც ტელეფონის რომელსაც ძალიან გაეცინათ ზოგიერთ 20 და დიახ ბატონებო ტელეფონით იქნება ტელეფონით და ინსტაგრამის სტორიში რო გააკეთო პროსტა პოლი ერთი ეხა სიგიჟე თუ ჩვენ ყველანი შევიკრიბებით ჩვენთან თითოეულმა უნდა გამოვყოთ ადამიანი თუ ყველა არა და როგორ ის ადამიანი საიდან უნდა ავიღოთ როგორი ადამიანი უნდა გამოყო ჩვენი წარმომადგენელი არა სხვა რამე თქვა
რომ მოძრავი იყოს. ხო, მოძრავი კი ადამიანი არა, ხის ადამიანი არა. არც მარიონეტი რომ ათარავს. ხო, ადამიანი მოძრავი ადამიანი. შეიძლება და რატო უნდა იყოს? შეიძლება მორბლებზე ადამიანია საუბარი. რატო უნდა იყოს მოძრავი? რომ იმან რაღაცები მოქმედებები გააკეთოს. ხო და უყურე მეგობრებო, დიდი ბოდიში. თუ ჩვენ ყველანი შევიგრიბებით და პლუს თითოეული ჩვენდაგანი, ანუ ყველა ადამიანის სიმრავლეს უნდა დავყოთ კიდევ ყველა ადამიანის სიმრავლე. ეს სიმრავლის აქსიომა ალამბადიუს აქვს ეს თეორია. აი ეს უნდა და ეთქვა დიად პატაკ რუსულ ბას. იმიტომ რომ ეს და ალამბადიო ხო იცი? კი და შენ რო ყავს ადამიანები ისეთი არ არიან მოძრავი გამოყავი. ვერ გამოყოფ ვერაფერს მე ამ ეტაპზე. და ტიპ თან ამბობს რომ 250 კაცი 200 რომ მიუყვანო. ერთი წუთი ეგეც გასაანალიზებელი 200 რომ მიუყვანო ეს პრობლემაა. 300-საც ვერ მიუყვანო. მე დარწმუნებული ვარ ეს ტელეფონს ვერ ჩართავს. ეს ტელეფონი რომ გაეთიშოს ვერ ჩართავს. ეს არის Windows-ი. ოღონდ რომელიცი? ძველი. XP არა. XP რაღაც 95. რატო შნურიან ტელეფონით ვერ დარეკავს? შნურიან ტელეფონი. ტიპი იძახა. Smartphone-ზეა საუბარი. ფარული ჩანაწერი არსებობს, ტიპი ურეკავს და Facebook-ზე რაღაცა ხდება თქვენ გაზეთ. არა ვარო აქო. ჩამოვალ და ვნახავო. ანუ ხონია რომ სახში რო აქ სახში იქ არის Facebook-ი. ოღონდ როგორ აქ? იქ არის. არა, სახშიც ისე აქ რო ლეპტოპს რო ხსნის ეგრევე Facebook-ია თორე. აი დააჭირე და თქვა ლოგაუთი ხო? ბავშვი თუ გამოვიდა Facebook-დან რო გაგცეს ვეღარ შევა და დაეჭირე. და სახლიდან და ვეღარ შევა. და დაიკარდება ბავშვი გუსახელობზე. შეიძლება პლატფორმა იმაზე გაიჩიტოს. თვითონ გაქრება. კი. თვითონ გაქრება. შეიძლება გაიჩიტოს იმაში რა ქვია ბაჭო? იმაში რო ტრონში რო არის ფილმი. კოსმოსში რო იკარგები პორტალში. არა, ტრონში გაიჩილა, ტრონში რო არის მიღმური სამყარო. დაზო თათუნაშვილი გყავს. გაუშვით. დაზო. და ბუკია ვიკაფაგარი ხო? დათო თაზუნაშვილი. არა. ბუკია? გაუშვით თათუნაშვილი. თაში მეტრიალებდა სანამ თქვენ ეთერში შემოვიდოდით ძაღლი რატო უყებს ხოლმე მანქანებს რომლებიც ქუჩაში ჩაუვლიან ახლოს ფილოსოფოსები არიან მანქანი შეიშინდება და შემდეგ აგრესიით ცდილობს რომ ის მოიშოროს აი ამ მდგომარეობაში არის ძაღლის მდგომარეობაშია ქართული რომელიც მანქანას მიზღდებს ძაღლი არ ხარ შეხარ თხუნელა მანქანაში არიან ჩვენ ძაღლზე ყველაზე კაი გამონათქვამი რომელია ჯოკერი რო ამბობს გახსოვს რატო უყებსო ძაღლიო მანქანასო იმიტომ რომ თვითონაც არ იცისო და მეც ეგრე მინდა სამყარო დავანგრიო და მეც ეგრე მიუყვებიო ამან არც ძაღლზე იცის მეტაფორა ძაღლი ანახი არა თვითონ ძაღლია თვითონ ძაღლი კეთილშობილია თხუნელას რას ვერჩით არა გავს მაშინ იცი რომ ჯუიმე ვაჩკაში არის ეგეთ რუსული ზღაპარი ბოროტი თხუნელა მაშინ შხუნელა ბოროტი თხუნელა თხუნელა ცუდი კარგი არა წვანე თხუნელა ხო თხუნელა ხო ყავისფერია ალბინოსი ხული თეთრი ყავისფერია თხუნელა მეგონი დაზო თათუნაშვილი რო არის უკვე ეგ უფრო დამაკნინებელია ვიდრე თხუნელა დათო თაზო ისე მართლა რომელია თაზო დათუნაშვილი თუ ვერასოს ვერ მოხსოვ ამიტომ არის იდეალური დაზო თათუნაშვილი კეთილდევდარიანი უნდა გაუშვათ კეთილდევდარიანი ადამიანს რომელსაც თავისი თავი არ უყვარს ის ვერ შეიყვარებს ლაშა ბუხაძეს აბარა ბატონო ვერცამი გავაჩეროთ მეტი რაღა გინდა რა თქვა ლაშა ბუხაძეს სახე აი ნახე სახე ერთსა მე მიყვარს ჩემი თავი მართლა მიყვარს არ გაყვარს არა ერთი წამი ხარა პონტია ეს მართლა მიყვარს და არ მიყვარს ლაშა ბუხაძე და ეხა თეორია და ეხა ეს თეორია ეს თუ მიყვარს არა მე მიყვარს ჩემი თავი და არ მიყვარს ეს და ჩამოინგრა ეს თეორია ჩამოგენგრა ყველაფერი რა კარგად იყავ ეს ზეგ გამოიარა ფაქტით მეგობრებო ნახავთ რა მე მგონი თეორია შენ წაიშალე ეგზისტენციიდან მაგრამ კეთის თეორია რჩება ის მყარ თეორია კეთი ვინა ვისაც მოусმინეს რომელია კეთი ბუღაძის პასუხიც გაია ძმაო ბუღაძის გაუშვა შენ აგერ შენზე წერე გამომძავლელი შავარამიშვილი რატო არ უნდა გაუშვა აუა მე გამომძავლელი ხარ კიდე კაი მეკთამეს არ მეძახ იმიტომ რომ გამომძავლელი ეგ დიდი პლუსია მეკთამეს რო არის ციცხვისი მე დამწერე მოთხრობა პირველი რუსი რომელიც სწორედაც არის რუსეთზე და
კიდე რაღაც რომანს ახსენებს რაღაცა ესეც როგორ შესუსი და ეს პროპაგანდისტები რომ ერთიგივე თემები თვითონ რა რომანსაც ახსენებენ იგივე თუნდაც ეს პროპაგანდისტულ ტელეარხზე ამ პოსტებზე ხო აბა მოძალადე კაცის და გამომძალველის შავალამიშვილი თვითონ კრიმინალის 20 წელზე მეტია გადუახა პირველი რუსი დავწერეს და 25 წელი გავიდა ეს ერთად გააჩერეთ ფაქტორიც ისე მართლა რაც არ უნდა იყოს ეს გოგო აი ეს რიჟა გოგო ეს არის ამან ყველაფერი იცი არა მართლა როკი ხო სამყაროდის დამყარება იცი ხო გიადვალთან ერთად მუშაობდა დიდი აფეთქების სამყაროს დისკრეტულობის შესახებ შეიძლება გულაპარაკოს ხო და იმის იქით მე სხვათა შორის ინტეგრალურია დიდი ისაკ დაწერილი აკადემიური არა წერილი ანალიტიკურ სკოლას დაარტყა რა ჩვენო კონტინენტური ისინი მართო და ძალიან მაგრად იცის ყველაფერი ერთმა გაუმარჯოს მაგრამ მე კრიმინალი გამოვიდა მართლა იცის ხო მეგობრებო მე ვარ მამა კრიმინალი თუ რა მამა კრიმინალი კარგად ზანდებოდეს მეგობრებო დღეს ძალიან მიხალისეთ და ნეტას ესეთ დღეები გქონდეს იმიტომ რომ უკვე აზრი არ აქვს არაფერს რა ერთ მათე ბიჭი გვინდა მეორე მათე ბიჭი გვინდა კი კარგად ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი